საკანი 84. საკანი, სადაც პატარა რუსთაველი გვაქვს მოწყობილი. საკანი, სადაც მხოლოდ პოლიტპატიმრები ვართ და რეჟიმის ტყვეების გარდა აქ ვერავინ შემოვა. ჩემი საწოლის თავზე გაკრულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ზვიად გამსახურდიას გიორგი ანწუხელიძის გალაქტიონის სურათები, ასევე ფოტოები აქციიდან. ეს სიტყვები 94 საკნის პატიმარს ეკუთვნის და ახლა მათი წაკითხვა გაზეთშია შესაძლებელი. გაზეთში, რომელსაც ჰქვია თავისუფლების ხმა ციხიდან. ამ გამოცემაში მათი წერილებია დაბეჭდილი ვინც თბილისში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გაზეთის პირველ ნომერში 18 პატიმრის წერილია. დღეს დაკავებულთა ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ, რათა გაზეთის გამოცემა საზოგადოებისათვის ემცნოთ. მათ ეს წერილში ნაცვლად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია პირადად მათე და ყოველდღიურად უწევს ბრძოლა იმ სიბნელესთან, რაც მის გარშემოა. არ ნებდება და მაგალითს გვაძლევს იმისა, რომ ჩვენ ვინც გარეთ ვართ, არ უნდა დავნებდეთ, უნდა ვიბრძოლოთ. საზოგადოებაში საჭიროა ცნობიერების ამაღლება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც ახლა ციხეში არიან, იმიტომ რომ ეს მოვლენები, რაც მიმდინარეობს, არ შეიძლება. უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, რა პრობლემის წინაშე გვიწევს დგომა, რამდენად რთულ დღეებს გავდივართ და ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ. ეს პატიმრები არიან სინდისის პატიმრები, რომელსაც არასოდეს არაფერი დაუშავებიათ. ქვეყნის სიყვარული თუ დანაშაულია, ეგ არ ვიცოდი. და ახლა გავიგე. ქვეყანა უყვართ, სწავლა უყვართ, პატრიოტები არიან და აი ამისთვის ისჩებიან ჩვენი შვილები და წერილებიდან გადავლენ აუდიტორიაში და გააგრძელებენ სწავლას. აი ამის იმედი მაქვს. მე ახლა ჩავხედე ორ აბზას და ვერ შევძელი ბოლომდე რო წამეკითხა. ნამდვილად ამ საღიაზროვნების ბიჭების აზრი, რომ დავიდეს ხალხამდე ძალიან საუკეთესო ნაბიჯია ესა. იქნებ რეგიონებში, იქნებ სოფლებში, ამ ბავშვების წერილს რო წაიკითხავს, იქნები ცხოვრების აზრი დაუბრუნდეს უკველას. ესენი არიან ჩვენი ნათელი მომავალი. ამადგან რო არ ველოდებოდი იმაზე მეცხედა და უმე. განათლებულები, კულტურულები და შეგნებულები რო არიან, ეს საქართველოს და სამშობლოს რო გამოადგება, ამას ხელი უნდა შეუწყოთ, კი არ უნდა შეუშალოთ. ინიციატივის ავტორები ქალები არიან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თეონა ჭალიძე და ბარბარა ჯიმელის-სულაშვილი, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები. მედეა მეტრეველი, ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი და ანა გოგოლაძე, პარტია ახალის წევრი. ისინი ამბობენ, რომ კიდევ არაერთი ნომერი დაიბეჭდება, რათა საზოგადოებას იმ პატიმრების ხმა მიაწვდინონ, ვინც საპატიმროში პროტესტის გამოხატვის გამო პოლიტიკური ნიშნით მოხვდა. ჩვენ რომ მათ წერილებს წავიკითხავთ, უბრალოდ ვნახავთ, რომ დღეს ციხეში ზიან ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და არა მხოლოდ გულშემატკივარი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, სიკეთით სავსე, თითოეული პოლიტპატიმარი იმხელა სიკეთეს ატარებს თავის თავში და თავისუფლების, ამ ქვეყნის თავისუფლების ძალიან დიდი გულშემატკივარი. გვინდა რომ ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობამ კიდევ უფრო ახლოდან გაიცნოს და მიხვდეს რამდენად გულწრფელი არის მათი ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში, თავისუფლებისთვის საერთო ბრძოლაში ყველა გზა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები თუ რა უსამართლობა ხდება ქვეყანაში. ძალიან ბევრს არ აქვს სოციალური ქსელი, ძალიან ბევრს არ აქვს წვდომა ტელევიზიასთან, ამიტომაც გაზეთი არის უალტერნატივო წყარო, რომ ინფორმაცია და ჩვენი რეჟიმის ტყვეების გზავნილები ყველა მოქალაქემდე მივიდეს, თუ რატომ სხედან ეს ბიჭები დღეს ციხეში, რისთვის იბრძვიან და როგორი საქართველოში უნდათ ყველა სხვა თანამოქალაქესთან ერთად ცხოვრება. გამოცემის თავისუფლების ხმა ციხიდან ინიციატორები ამბობენ, რომ გაზეთის შემდეგ ნომრებში კვლავ დაიბეჭდება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა წერილები. მათ იმედი აქვთ, რომ ამ გზით საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს იმ პატიმრების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს და რომელთა სასამართლო პროცესებიც თვეებია გრძელდება. მათ იმედი აქვთ, რომ ამ გზით საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს იმ პატიმრების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს და რომელთა სასამართლო პროცესებიც თვეებია გრძელდება.